ველა თურმე როცა მტრების უთვალავი ჯარები, მოდიოდნენ რომ გაეღოთ საქართველოს კარები. მამაკაცებს გვერდით ყავდნენ ვინფონადის ბარები და მტრებს მასთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები. იზამტკიცე იყვნენ თურმე ვითმეტეხის კედელი, გმირით ამარბაშნოვნელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალით ცეცხლ ჰქონდა მტერით თოდა ვერანი. საქართველოს ცისფერს ჰქონდა ფერი მათი მერანის. სადაც უნდა ყოფილიყვნენ მარად და უსახველი, საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიქონდა ჩალისფერი დროშები, ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ამგაროზები. სადაც უნდა ყოფილიყვნენ თუნცა მარის კალამთის, ოსმალეთის მიწა იყო თუ მინდორი მარაბდის, საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის. სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა, ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაქონდათ, სპარჩეთში თუ დაღესტანში, ქწანისთან თუ შამქორთან, საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწაც არ ჰქონდათ. სიკვდილით რუსთაველის შაიდების ძახილით, მიწას ქულში ჩაიკრავდა ქართველი თუ კახელი, საქართველო იყო მათი საოცრებო სახელი.